დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ვუთხარეთ ჩვენს ტელემაყურებელს, ვსაუბრობთ დეპრესიაზე, რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა იქნება და შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრებიც, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი ქალბატონი მარინა ჯანელიძე და ფსიქიატრი პროფესორი ბატონი გუგა სიხარულიძე. ძალიან დიდი მადლობა პირველად და ვსაუბრობთ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს მეც და ჩვენს წამყვანებსაც. მოდით ბატონ გუგა თქვენით დავიწყოთ. ავხსნათ რა არის დეპრესია კონკრეტულად. ჩვენ ქუჩის გამოკითხვაც ქონდა, ბევრმა მათგანმა იცოდა, თქვა სამედიცინო ტერმინით, მაგრამ ბევრმა მათგანმა ერთად უკავშირებენ ცუდ განწყობას, აი მე ცუდ განწყობაზე ვარ, ესე იგი დეპრესიაში ვყოფები და არის სიმპტომები, მე უცებ შემიძლია ჩამოვთვალო აქ რაღაც ერთი ფოტო ვნახე, სადაც არის ჩამოთვლილი. ხო, რამდენიმე სიმპტომი და მაინტერესებს თქვენ თუ დამეთანხმები თამაში. ესე იგი, პირველი არის მუდმივი სევდის განცდა, საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, უძილობა ან ზედმეტი ძილი, მადის ან წონის ცვლილება, დაღლილობა ან ენერგიის დაკარგვა, მკაფიოდ ან სწრაფი აზროვნების უნარის დაქვეითება, გაღიზიანება, იმედგაცრუება ან პესიმიზმი, ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და ფიქრების სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე. აი დაახლოებით 11 სიმპტომი არის და აი აქედან თუ რომელიმე მაინც გჭირს ან რამდენიმეო, ესე იგი გილოცავთ თქვენ დეპრესიაში. რამდენიმე ერთობლიობა აუცილებელი. ზოგადად დეპრესია შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც ფენომენი და როგორც დაავადება და დაავადების შემთხვევაში არის გარკვეული კრიტერიუმების აუცილებლობა საჭირო. ასე ინგლისურად იწოდება major depression, ანუ დიდი დეპრესია პირდაპირ თარგმანი რო გავაკეთოთ, ეს არის კლინიკურად მკვეთრად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი, რომლის შემთხვევაშიც პირველ რიგში მაგალითად აუცილებელია ვადა, ანუ ეს სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს 2 კვირაზე მეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დეპრესია თუ არ ჩაითვლება და თქვენს ქვიერ მოყვანილი დეპრესიის სიმპტომებიდან რამოდენიმე ერთობლიობა უნდა იყოს, ანუ მინიმუმ 5 სიმპტომი უნდა არსებობდეს, თუმცა ამ სიმპტომების გარდა კიდე არსებობს სხვა დამახასიათებელი დეპრესიის ნიშნები, მაგრამ ეს თქვენ ჩამოთვლილი არის ძირითადი სიმპტომები. თუმცა მინდა ვთქვა, რომ დეპრესია როგორც ასეთი, დეპრესიული შეტევა, ანუ დიდი ეგრეთ წოდებული დეპრესიის გარდა არსებობს გუნებგანწყობის სხვა დარღვევები, როდესაც გამოვლინდება გარკვეული დეპრესიული ნიშნებით, ანუ გუნებგანწყობის დაქვეითებით და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებლობა იგივე ეს კრიტერიუმების არსებობა. მაგალითად არსებობს ესეთი გუნებგანწყობის ხანგრძლივი დაქვეითება, ანუ ხანგრძლივი დეპრესია, დისთიმია. როდესაც სიმპტომები, ანუ გუნებგანწყობის დაქვეითებების არის გაცილებით უფრო მცირე რეგისტრით გამოხატული, ანუ არ არის ესეთი მწვავე და ძლიერი, მაგრამ დროში არის გახანგრძლივებული და შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ან საშუალო სიმძიმის დეპრესია შეიძლება ასე ვუწოდოთ, თუ აი რაღაც საშუალო საშუალო და ძიმე დეპრესია არის ზუსტად აი დიდი დეპრესიის ფარგლებში, უბრალოდ იქ არის გრადირებული სიმძიმეების მიხედვით. მაგრამ თვითონ მიმდინარეობის მიხედვით არსებობს კიდე სხვადასხვა ფორმები, ეს დისთიმია მოგახსენეთ, მაგალითად არის ციკლოთიმია, ანუ გუნებგანწყობის ზემოთ, ანუ ზედმეტი ხალისისკენ და დაქვეითებისკენ, აი ესე ციკლურად აღვისებობა არის ეს დიდი დეპრესიის, ან წინაპირობა ხო არ არის? ეს სხვადასხვა ფორმებია გუნებგანწყობის საშუალოების, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ ერთი ფორმა მეორედ შეიცვალოს. ყველაზე გავრცელებული ფორმა თქვათ რომელია მთელ სოფლიოში? დეპრესიული ეპიზოდი, ერთჯერადი პირველი დეპრესიული ეპიზოდი, იმიტომ რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს გადააქვს ცხოვრების განმავლობაში ეგრეთ წოდებული დიდი დეპრესიული ეპიზოდი, თუმცა ეს შეიძლება იყოს ერთჯერადად ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მიიღოს პერიოდულობის, ანუ ციკლურობის სახე და განმეორდეს კიდევაც. დიახ, ხაი უკვე ორჯერ და განსაკუთრებით მესამე თუ დეპრესიული ეპიზოდი განმეორდა, უკვე ითვლება, რომ ამ ადამიანს აქვს ციკლური დეპრესია, ანუ პერიოდულად აღმოცენებული დეპრესია, ეს არის უკვე ქრონიკული მიდრეკილება დეპრესიისკენ და ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაც რადიკალურად განსხვავებულია. ანუ თქვენ თქვით გამეორების შემთხვევა არის, ანუ შეიძლება რომ ადამიანი ვერ მიხვდეს დეპრესია ქონდეს თუ ერთხელ ჩაიტაროს კურსი, შემდეგ ჩვეულებრივად იყოს მეორეჯერ და აი შემდეგ მესამეჯერ მოუწია. დეპრესია ძალიან განსხვავდება სხვა ფსიქიკური პრობლემებისგან, იმით რომ პრაქტიკულად ეს არის უაღრესად სუბიექტური აღქმა, ამიტომ ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ გუნებგანწყობა დაქვეითებულია. ანუ ეს არ არის მარტო ობიექტური ფენომენი, როდესაც შეიძლება რაღაც პრობლემა არსებობდეს და ჩვენ ვერ მივხვდეთ. ანუ
ჩვენ რო ცუდ ხასიათზე ვართ, ჩვენ რო მოწყენილი ვართ, ჩვენ რო ინტერესები დაგვიქვეით და ჩვენ რო იმედება გვაქვს, ჩვენ რო წარსულსაც ნეგატიურად ვფიქრობთ, ამას ყოველთვის გრძნობთ. რა თქმა უნდა, მეორეა, რამდენად ჩვენ შეგვიძლია ეს რაღაც დაავადებასთან, ან ექიმთან, ან მკურნალობასთან დავაკავშიროთ. მაგრამ ის, რომ ჩვენ პრობლემას აღიქოთ, ბუნებრივია, ყოველთვის ეს შეგრძნება და ეს ახმა ადამიანს აქვს. აი როგორ უნდა ამოვიცნოთ დეპრესია, თქვა ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ იმაზე, რა თქვა, აი შეიძლება უბრალოდ გავიღვიძეთ და ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ორი კვირა თუ გრძელდება არ იყოს დაკავშირებული დეპრესიასთან, იმ დღეს გულისხმობ, მაგრამ თუ ეს გაგვიგრძელდა, ანუ ეს უნდა იყოს ალბათ მანიშნებელი და კიდევ სხვა თქვა სიმპტომები, დეპრესიისკენ მიდრეკილები, ასე თქვა, როგორ მივხვდეთ ჩვენ სანამ სპეციალისტს არის ხანგრძლივობა. ანუ სიტუაციურად რომ მაგალითად გქონდა რაღაცა სტრესული მოვლენა, რაღაცა იმედგაცრუება, რაღაცა პრობლემა და ამაზე ჩვენ მოვიწყინეთ შესაბამისი ვადით. გესმით, თქვათ ერთი დღე, ერთი საათი ან ორი დღეს დეპრესიას არ ნიშნავს. ანუ მე ორგანიზმი ავტომატურად აამუშავებს დამცველობით უნარს და ამ მოწყენილობას გადალახავს, მაგრამ როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, უკვე ეს დაქვეითებული გუნებგანწყობა მიზეზით ან სულაც მიზეზის გარეშე უკვე ხანგრძლივდება. და ორი კვირა ვადა ეს არის, ანუ ექიმების მიერ შემუშავებული, ასე ვთქვათ, კომპრომისული ვარიანტი, როცა ითვლება, რომ თუ ორი კვირა გუნებგანწყობა არ გამოსწორდა, უკვე ითვლება, რომ მან მიიღო უკვე, ასე ვთქვათ, დაავადების მიმდინარეობა, ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩარევა და დახმარება. აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტელემოყურებელს საინტერესებს. ებრძვიან დეპრესიას ალკოჰოლით, სხვადასხვა პრეპარატებით, გონიათ, რომ რაღაცნაირად ეს თავიანთი ცუდი, ჯერ არ იციან, მოკლედ ვთქვათ, ესე რომ დეპრესია არის, უბრალოდ იციან, რომ ეს ცუდი განწყობა, რომელიც უგრძელდება ეს გრძელი პერიოდი და ფიქრობენ, რომ გადალახავენ ალკოჰოლით და ვლახავენ კიდევაც რაღაც პერიოდის მანძილზე, ალკოჰოლის მიღების დროს, ან ნარკოტიკის მიღების დროს, ან სხვადასხვა პრეპარატების მიღების დროს, რასაც მეგობარი ურჩევს, მაგალითად ანტიდეპრესანტი იქნება ეს თუ რავი, სხვადასხვა პრეპარატი. და შემდეგ ვარდებიან უფრო, აი შემდეგ რა ხდება? მგონი ამ დროს უფრო მეტ შეცდომას უშვებთ, ხო? ბუნებრივია, საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ რაღაცაზე დამოკიდებულების წინაპირობა ყოველთვის არის გარკვეული მანამდე არსებული გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს დეპრესია იქნება, შფოთი პრობლემები თუ სხვა უფრო მძიმე დარღვევები, იმიტომ რომ ხშირად ადამიანი ცდილობს ასე ვთქვათ, ჩახშობას, ბჭყალებში, დიახ, გაქცევას, ჩახშობას, იმიტომ რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული საშუალების, ან ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ანუ მაგალითად ალკოჰოლური თრობის დროს ადამიანი გრძნობს, ასე ვთქვათ, ხალისდება დროებით. ეს ეფექტი არის ხანმოკლე და პერსპექტივაში პირველი ის რომ ჩდება უკვე დამოკიდებულების ალბათობა ძალიან იზრდება, იმიტომ რომ მივიღე ალკოჰოლი და პირობითად ის 5-6 საათი გრძნობდი თავს კარგად, მეორე დღეს დაბახოსოზე პირიქით უფრო ცუდად გრძნობ თავს. ამიტომ რთულებს მდგომარეობას. დიახ, ამიტომ მიმართავს ადამიანი ხშირად იმას, რომ კიდე მეორე დღესაც მიიღებს და ასე უკვე ხშირდება, სისტემატური ხდება ალკოჰოლის მიღება. და რაც უკვე მე პერსპექტივაში გარკვეული დროის მერე დამოკიდებულების შანსებს ხო, ბატონო მარინა, აი მაგ დროს რა ხდება ტვინში? აი, როდესაც იღებ ალკოჰოლს, ორგანიზმში. ხო, ხალისდება ხდება ტვინში, დეპრესია თავიდან ტვინიდან იწყება. უბრალოდ დეპრესია, აი ბატონო, ეგზოგენ რაღაცა გარემოს მიმართ. ხა მარტივად აი წარმოგიდგინოთ, ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გამოიწვევს მასში გარკვეული პერიოდი გუნებგანწყობის, ხალისის და ყველა იმ პრობლემას, რასაც თქვენ ბრძანეთ. ეს არის სრულიად ნორმალური რეაქცია, ხო? ოდამეთანხმებით. მაგრამ აი ეს თუ გახდება გახაზლება ადეკვატურზე მეტი დრო, აი ადეკვატურზე მეტი დრო. თორე ეს ადეკვატური დროც განისაზღვრება რა? ყველას ასე ვთქვათ, არავის არ უსვებს, მაგრამ შვილის დაღუპვის შედეგად ადამიანები გარკვეული პერიოდი დამეთანხმება ბატონი გუგა და დახმარებასაც საჭიროებენ ანტიდეპრესანტებს, მაგრამ ეს შემდეგ ხდება აი ეს დაცვითი მექანიზმების ამუშავებით, ასე ვთქვათ, პაციენტი, ადამიანი ამას გადალახავს უმეტეს შემთხვევაში. ამიტომ ეგზოგენური მიზეზი, ანუ გარემოთი განპირობებული გუნებგანწყობის შეცვლა, ეს არის ადამიანისთვის ჩვეული მდგომარეობა. უბრალოდ ის ფაქტორი ყოველთვის ეგზოგენური მიზეზი იწვევს ტვინში ნეიროქიმიური, ასე ვთქვათ, ნეიროქიმია არის ის ნივთიერებები, რომელთა გადაცემა ნეიროდან ნეირონში განაპირობებს ჩვენს აზროვნებას, მეტყველებას, გუნებგანწყობას, ყველაფერს. ამიტომ
ტვინიდან ხდება. უბრალოდ ხანდახან არის რომ ეს აი როგორც ბატონმა გუგამძარა, ყოველგვარი გარეგანი ანამნეზი არსება, ანამნეზი არის ჩვენი ასე თქვა ცხოვრება. მიზეზის გარეშეც ადამიანი ხდება აი ორ კვირაზე მეტი ასეთ მდგომარეობაშია. და სხვათა შორის მე მგონი ბატონი გუგა დამეთანხმება განვითარებული ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები ნაკლებად არის. პირიქით უფრო მეტი არის ალბათ, იმიტომ რომ სტატისტიკურად უფრო თვადი არის თითოეული. ძალიან ბევრი არის დეპრესიის მქონე პაციენტების პროცენტი შვეიცარიაში, სადაც რეალურად ჩვენ აღარ უნდა წესით არ უნდა. იქ ამბობენ რომ ვითომ გარემოა ისეთი რომ მაგრამ არსებობს კიდე დაავადებები. ესე იგი ეს ყველაფერი არის ტვინიდან გამომდინარე პრობლემები. არის ტვინში გარკვეული ეგრეთ წოდებული დეპრესიოგენული ზონები. ანუ იქ განვითარებული თქვა დარღვევა იწვევს გუნებ განწყობის ცვლილებას. იმიტომ რომ აი ეს ნივთიერებები, რომლებიც დეპრესიოგენული არის, მათი რაოდენობა ანუ ნეირონულ წრებში მატულობს, ხოლო ანტიდეპრესიული ასე ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, ნივთიერების რაოდენობა კლებულობს, ხო? აი სეროტონინი დღეს უკვე ყველა მისის, მე მგონი ეს ისეთი სიტყვა გახდა, რომ მარტო ჩვენი სასაუბრო ტერმინი არ არის. აი მისი მომატება თუ დაკლება ის გუნებგანწყობაზე მოქმედებს. ხო, მაგრამ უპრაკონტაც იღებენ ეგრე ამ სეროტონის გაიგებენ, რომ კარგი არისო და იყრიან ამ პეშინზე. არასწორად იღებენ. ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია, რომ აი თქვათ გადაწყდება ექიმთან, ნევროლოგი იქნება ეს თუ ფსიქიატრი. სხვათა შორის მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ზოგადად საქართველოში აი ბოლო წლებია, რომ პაციენტებმა დაიწყეს ფსიქიატრებთან აქტიურად მისვლა. ხო მეთანხმებით ბატონო? იქ გიჟი კი არ ვარ, ესეთი პასუხი ქონდა. ეს არ არის მარტო იმიტომ, რომ ფსიქიატრი რატომღაც სტიგმა არის საზოგადოებაში. თუ შენ დადიხარ ფსიქიატრთან, აი უკაცრავად და ხო გიჟი ხო არა ვარ. და დასავლეთმა ეს გადაძლია. თუმცა ბევრ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, ისრაელში მაინც ცდილობენ რომ ფსიქიატრს არ მიმართონ. ეს არის საზოგადოების სტიგმა, იმიტომ რომ ფსიქიატრი არის ისეთი ექიმი და ხშირად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვათ ადამიანმა იაროს თერაპევტთან, ნევროლოგთან. უბრალოდ ეს საზოგადოებამ უნდა დაძლიოს. დღეს ჩემი საზრით მე მგონი ეს უკვე დაიწყო. მომართვიანობა ისე როგორ არის, აი ბუდიში, აი მაინტერესებს. გადავზილეთ, დიდწილად, ხო ეს არის ხო. აი ძველ დაახლოებით აი 10 წლის რადიუსით რო ვიფიქროთ, აი 10 წლის წინ როგორ იყო და ახლა როგორ არის მომართვიანობა ადამიანების, ვისაც უბრალოდ ამ პროფილაქტიკის მიზნით, ან უბრალოდ მისი მდგომარეობა აინტერესებს. აი ჩემი მე ვიცი. მკვეთრად გაიზარდა და ძირითადად ეს განაპირობა სწორად ინფორმირებულობამ და აი თქვენი გადაცემის ფორმატიც ამას ემსახურება და დიდი მადლობა მე როგორც ფსიქიატრმა და ექიმმა ასევე ქალბატონმა ინასახელიც მინდა გადაგიხაროთ, იმიტომ რომ ადამიანებს აწვდის სწორ ინფორმაციას, შესაბამისად ის ყველაზე დიდი პრობლემა რაც ხელს უშლის, ანუ სტიგმა ილახება. და ეს აღარ არის რაღაცა საშიში მოვლენა, რაღაც პიროვნებასთან ასოცირებული, აი ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი მე ძლიერი ადამიანი ვარ, არ დამემართება დეპრესია, შფოთო. ამ დროს პიროვნულ სიძლიერესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ შეიძლება გქონდეს ძალიან მძიმე დეპრესიული დაავადება, მაგრამ პიროვნულად ვიყოთ ძალიან ძლიერი ადამიანები. უფრო სიძლიერე ალბათ უფრო ჩვენ ბრძოლის უნარიანობაში გამოიხატება, ანუ ჩვენ ამდენად ვებრძვით იმ პრობლემებს და რამდენად ვცდილობთ დაძლევას და არა იმაში ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს. წნევა, დიაბეტი, დეპრესია თუ ასე შემდეგ. რამდენად უკეთებს აი ბავშვებს უნდა დავსადგან ქალბატონი მარინას კომპეტენცია უშუალოდ ნევროლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში. თქვათ აი როგორ ხდება? ისეთ როგორ ახლა მაგალითად აი მარტივად რო აგიხსნათ. ადამიანი რომელიც არის ძალიან ესეთი აქტიური, ყოჩაღი, საზოგადოებრივად საქმიანობს, თქვათ დაემართა ერთჩვენერ დღეს ინსულტი და მას დაერღვა ძირითადი ფუნქციები. ეს არის თქვათ კიდურების, რაც ყველა მიცის, ახლა ინსულტი არის, მეტყველება გაუჭირდა, ხელფეხი გაუჭირდა, ეს მოხდა ერთშვენიერ დღეს. აქ გარდა იმ პრობლემისა, რაც არის, ასე ვთქვათ, მისი მეტყველების უნარი და მოტორიკა, მოძრაობა, ფსიქოლოგიურად შენ ერთ დღეს გუშინ რო იყავი ჩვეულებრივად და მე ერთშვენიერ დღეს, ასე ვთქვათ, აღმოჩნდები უნარშეზღუდული და ეს ხშირად, ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება და გარკვეულ შემთხვევებში უკვე განვითარებაც მინიმალურია. აი ეს ხშირად არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ ადამიანს გარდა იმ ასე ვთქვათ დეფექტისა, მოდით ამ სიტყვას არ გვიყვარს ხმარება, მაგრამ რაც გამოიწვია ვთქვათ ინსულტმა, თან კიდე ფსიქოლოგიური პრობლემა ემართება, რომ ის გახდა უნარშეზღუდული და ამას აცნობია. ამიტომ პოსტინსულტური ვთქვათ დეპრესია ერთ-ერთი ძალიან დიდი თავია, ასე ვთქვათ, პოსტინსულტური დაავადებები. და როგორ მართავთ ქალბატონი? ამ შემთხვევაში ჩვენ ხანდახან ჩვენ მართავთ, ხანდახან
ბატონ გუგას ამ შემთხვევაში ფსიქიატრებს ვიხმართ და ამ შემთხვევაში ის თერაპიული არსენალი, რომელიც დღეს მადლობა ღმერთს საკმაოდ გაიზარდა, მე ვიტყვი რა, მე როდესაც დავიწყე ექიმობა, სულ 2 წამალი იყო, დღეს მათი რაოდენობა მე მგონი წელიწადში, თუ არა 2 წელიწადში ერთი მედიკამენტი შემოდის და ჩვენ ყოველთვის ერთობლივად ამას მართავთ. აი მეორე დაავადება, თქვათ გაფანტული სკლეროზი. ეს უკვე ახალგაზრდა ადამიანების დაავადება. ახალგაზრდა სიმპათიური ქალბატონების ასექვე დაავადება. აი თქვენ იყავით ჩვენთან ამ თემაზე. ხო, ეს არის ესეთი დაავადება, მართლა ესეთი აი პირდაპირ იყო რომ სიმპათიური ქალბატონების და ქალბატონებს მეტი უფრო ხშირად აქვს. ის შედება ნელ-ნელა და რაღაცა უნარ-შეზღუდული. ან ვერ დაინახავს, მე შეიძლება ვერ გაიაროს, წონასწორობა დაკარგოს. ნუ ეს პირველ ეტაპზე უკვე განვითარებას განიცდის, მაგრამ შემდგომ უკვე ეს ასე ვთქვათ, ერთმანეთს ედება, ასე ვთქვათ, ეს შეტევების დარჩენილობები და ადამიანი უნარები ეზღუდება აქტიურობა. არის უკვე ამ დროს ახლა გუნებგანწყობა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ის უნდა იყოს, ხო და ამიტომ ხშირად აი ეგზოგენური, ანუ მიზეზი იწვევს, მაგრამ ეს არ არის დიდი დეპრესიული ან დიდი დეპრესია, როგორც ბატონმა გუგა. ასაკია აქვს დეპრესია, იმიტომ რომ ჩვენ გაგვიგია რაღაც აი ყოველ შემთხვევაში მინახავს, როდესაც სოციალურ ქსელებში რაღაც პატარა ასაკის გოგოები ამბობენ, რომ აი მე მაქვს დეპრესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თუ აქვს ზოგადად ამ დაავადებას, თუ არის განსხვავება, ან თუ არის ზოგადად ესეთი სტატისტიკა, უფრო მეტად მიდრეკილი. დროებისკაში უფრო ხშირად არის გამოვლენილი. აი რატო ბატონ გუგა რატო ხდება? ჯერჯერობით და რაც შეეხება ასაკს სპეციფიურია, იმიტომ რომ დეპრესია ითვლება, რომ შეიძლება გამოვიდეს ნებისმიერ ასაკში. იმიტომ შობლემა აი ბოდიში კიდე ჩაგეკითხებით, აი მაგალითად, როდესაც ბავშვი აღიქვავს თავს დეპრესიულად და აი მშობელთან გულწრფელი არის და ეუბნება, რომ აი დედა ან მამა, მე ვერ ვგზნო თავს კარგად და დეპრესიული ვარ, შეიძლება იმათგან პასუხი მოვიდეს, კაი, ახლა რა დროს შენი დეპრესიაა და ანუ იმდანაც არ მიაქცია ყურადღება, რომ შემდეგ ეს რაღაცა ფატალურ შედეგამდე გადაიზარდოს. აი წეგა როდესაც მოვსაუბრობდი ანუ კლინიკურ დეპრესიას და დეპრესიას როგორც ფენომენს შორის დეპრესია როგორც ფენომენი შეიძლება გამოვიდეს ნებისმიერ ასაკში, ოღონდ ასაკ სპეციფიური, ანუ სხვადასხვა ასაკში დეპრესია სხვადასხვანაირად ვლინდება. უკვე გარკვეულწილად ეგრეთ წოდებული თინეიჯერობის ასაკიდან უკვე დეპრესია შეიძლება გამოვიდეს რუფასოვანი ფორმით. მაგრამ დეპრესიული ქცევა მაგალითად ავიღოთ ბავშვებში, როდესაც ისინი გარემო რაღაცა პრობლემას აპროტესტებენ, ანუ რაღაცა პროტესტის გამოხატულების ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს დეპრესიული ქცევა და ძალიან ხშირად იგნორი ამ პრობლემის და ბავშვის თქვათ არ მიყვანა შესაბამის სპეციალისტთან, აქ ბავშვთა ფსიქოლოგია საუბარი და არა მედიკამენტების დანიშვნაზე, რომ გაირკვეს რა არის მიზეზი ბავშვთა დეპრესიული ქცევის აშლილობის და თუ ეს პრობლემა ხანგრძლივდება, მე უკვე რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ის უფრო ცუდად და უფრო მკვეთრად გამოვლინდება. პირველი ნიშნები ბავშვებში რა შეიძლება იყოს? აი იგივე თქვათ ინტერესების დაკარგვა, თამაშის მიმართ, სწავლის მიმართ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ამ დროს ავტორიტეტი განცდა, ძირითადად რა ვიცი ძალიან ბევრს, რომ აი ვერავინ ვერ გამიგებს, ხო არის ესეთი განცდა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ ამ ადამიანებმა და ამ ბავშვებმა მით უმეტეს, რომ არა გაგიგებენ, აუცილებლად გაგიგებენ. აი ეს შეგრძნება რაღაც მე ხომ გარდატეხის ასაკში, როდესაც ადამიანის, ანუ მე სხვანაირად იწყებს ჩამოყალიბებას და ანუ ჩრდება გარკვეული პროტესტი თვითდამკვიდრებისგან და ამ დროს ხშირია ხოლმე მშობლებთან გარკვეული წინააღმდეგობა, კონფლიქტები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ზოგჯერ უკეთდება ხოლმე ესეთი ინტერპრეტაცია, რომ ხო გარდატეხის ასაკია და ჩვეულებრივი ამბავი ყველას გაგვიულია. რა თქმა უნდა, ეს არის ასაკთან ასე ვთქვათ კორელირებული პრობლემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უმოთვალყუროა თუ და დარჩეს და თუ ხედავთ, რომ იგივე ეს რაღაცა პროტესტის რეაქცია გარკვეულ საზღვრებს გაცდა, რამაც გავლენა მოახდინა თინეიჯერის ასე ვთქვათ ქცევაზე, გუნებგანწყობაზე და გამოიწვია რაღაცეების ანუ რეგრესი დაქვეითება, ამ შემთხვევაში ბუნებრივი არ უნდა დავალოდოთ იმას, რომ თავის გადავლის, იმიტომ რომ ხშირად აი ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული კვალი დატოვოს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას. იმიტომ რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი პიროვნება ყალიბდება და ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ფსიქოლოგიური დისკომფორტი და პრობლემა არის ამ ასაკში, უფრო მეტი შანსია, რომ მას ხასიათობრივად ჩამოუყალიბდეს გარკვეული არასასურველი ნიშნები. მე დავამატებ უკაცრავად ამ შემთხვევაში აი თქვენ ის თაობა ხართ, რომლებიც მშობლები ხართ აი ესეთი ბავშვების. ყოველთვის თავის თავსაც უნდა მიხედა მშობლებმა როგორ იქცევიან ბავშვებთან. რამდენ დროს უთმობენ მათ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ცუდი
არავის არცალია ბავშვისთვის. არცალი, იმიტომ რომ ადრე თქვა ბებიებს ეცალათ. მე ვამბობ, აი ყოფით საკი სიტუაციას. ეხლა არც ბებიებს არცალიათ, ხო? ამიტომ ბავშვები აი ამ თავის პრობლემებთან მარტო ნირჩებიან. მათთან მეგობრული ურთიერთობა, აი ეს პატერნალისტური ქცევის დავიწყება და თანატოლივით ურთიერთობა ეს არის წინაპირობა, რომ ეს პრობლემები ადვილად გადალახოს. ეს ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ თუ ჩვენ მასთან მოვახერხებთ ეს არ არის ადვილი. იმას აქვს ადამიანი იკეტება და თავის დავიგონია სამყაროს ცენტრი. ხო ესეა ბატონო გუგა. და თუ ჩვენ ამას გადავლახავთ, მე მშობლებზე ვლაპარაკობ და მშობლების მშობლებზე. დეპრესიებსაც და სხვა ესეთ პრობლემებსაც ავიცილებ თავიდან. უღრმესი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო რჩევებს. ხო, ანუ ცოტა დრო არ იყო რეალურად, მაგრამ მაგრამ ყოველ ოთხშაბათს ჩვენ გვაქვს ფუფუნება იმის და ჩვენს მაყურებელსაც რომ გავსი პროფესიონალი თემები, პროფესიონალებთან ერთად მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ და დიდი მადლობა ნანუკა, შენ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად, დიდი მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს იმისთვის რომ 2 საათნახევარი იყო ჩვენთან ერთად, ჩვენ ზეგანდა გემშვიდობებით, ხვალ შემდეგი სამეული გააგრძელებს ჩვენს დილას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.